შემოგვიერთდა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ წმინდა და დიდი მარხვის მნიშვნელობის შესახებ. მოგესალმებით. მშვიდობის ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ყველა ჩვენი მაყურებელი. მადლობა რომ მობრძანდით, გამონახეთ დრო ჩვენთვის, ჩვენ გვინდა ვისაუბროთ წმინდა და დიდი მარხვის შესახებ. გუშინ დაიწყო დიდი მარხვა და მართლმადიდებლები ქრისტიანები ვულოცავთ ხოლმე ერთმანეთს მარხვის დაწყებას, ამიტომ მივულოცავთ ჩვენს მაყურებელს და თქვენც გილოცავთ. და ვიცით რომ ეს არის გამორჩეული, განსაკუთრებული პერიოდი, რომელიც მოღვაწეობას უკავშირდება, სულიერ მოღვაწეობას, რა თქმა უნდა, და განწმენდას, თვითშემეცნებას. მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის თქვათ განწმენდის მოღვაწეობის პერიოდი, მაინც შეიძლება კარგად არ გვესმოდეს მარხვის დანიშნულება. რატომ მარხულობთ? რა არის მარხვა და რა არის მისი დანიშნულება? მარხვა ჯერ კიდევ 64-ში ადამს და ევას დაუწესა უფალმა, როდესაც ერთი ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა და ესეც ერთგვარი მარხვა იყო. ჩვენ რაც კი კაცობრიობა არსებობს, სულ ხვდებით წმინდა წერილში მარხვას, ვიცით, მოსე 40 დღე იმარხულა ილია წინასწარმეტყველმა, სხვადასხვა მარხვები არსებობდა. ასევე მაცხოვარი, როდესაც განკურნავს შეპყრობილ ადამიანს, რომელსაც მოციქულები ვერ განკურნავენ, ასეთ რამეს ეტყვის, რომ ბოროტი ძალები არ განიდევნება ლოცვისა და მარხვის გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ვიცოდეთ, რომ ბოროტი, რა თქმა უნდა, არსებობს და ყველა ადამიანის სულის დაპყრობას ცდილობს და ეს ლოცვა და მარხვა არის ის იარაღი, რომელთაც ბოროტი განიდევნება. ასევე მაცხოვარმაც 40 დღე, როდესაც იორდანეში ნათელი იყო, გავიდა იქიდან იორდანეს უდაბნოში და 40 დღე გამის განმავლობაში არც პური უჭამდა და არც წყალი არ დაულევია, მარხულობდა და ეშმაკი განცდიდა მას. ასე რომ ამ ხრივ მნიშვნელოვანია, ასევე ჩვენი პირადი მდგომარეობა სხვანაირი ხდება მარხვაში. ვცდილობთ რომ უკეთესები გავხდეთ, ვცდილობთ რომ რაღაცა დავფიქრდეთ ჩვენს არასწორ საქციელებზე. რაღაცა სინანული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მარხვაში ადამიანის სინანული გააჭრა. სინანული თავისთავად ეს არის ცვლილებების სურვილი და ადამიანს რომ ცვლილებების სურვილი გააჩნია რომ ღმერთისკენ წავიდეს, ის უკვე სწორ გზაზე დგას ამით. დიახ, კონკრეტულად რაც შეეხება დიდ მარხვას, რომელიც არის გამორჩეული პერიოდი წლის განმავლობაში და რომელიც გვირგვინდება ბრწყინვალე აღდგომით. აი, ამ პერიოდზე რას გვეტყვით, რითი არის მაინც განსაკუთრებული? დიდი მარხვა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ეკლესია დაახლოებით ერთი თვით ადრე ახსენებს უკვე მრევლს, რომ ერთ თვეში დაახლოებით დაიწყება დიდი მარხვა და იქ არის მეზვერის და ფარისევლის კვირა, უძღებიშვილის კვირა და აი ყველა დღეს თავისი დანიშნულება და მიზანი აქვს, რომ ადამიანი მოამზადოს. უკვე ბოლო დღეს შენდობის დღე ქვია, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. მონასტრებში იყო ასეთი ტრადიცია, რომ ბერები შეიკრიბებოდნენ, აღდგომის მარხვის წინა დღეს ერთმანეთს შენდობას და პატიობას თხოვდნენ და შემდეგ უკვე უდაბნოში გადიოდნენ ეს მთელი დიდ მარხვის პერიოდში. და აქედან იღებს ეს ტრადიცია და ჩვენთანაც არის ეს ტრადიცია, ყოველთვის კვირას ტარდება მსახურება შენდობისა და უკვე იწყება დიდ მარხვა. დიდ მარხვაშიც ძალიან ბევრი დეტალია, ასე ვთქვათ, არის ანდრია კრიტელის კანონი იკითხება ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. ხდება ეფრემასურის ლოცვის წაკითხვა, ძალიან მოკლე ლოცვა, მაგრამ ძალიან ღრმა და დიდი შინაარსის. ასევე ადამიანები ცდილობენ, რომ უფრო მეტი ილოცონ, ფსალმუნების ახარება წაიკითხონ, უფრო მეტად დაუახლოვდნენ ღმერთს, ძალიან მნიშვნელოვანია და მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევაც არის, რომ ხშირად უნდა ეზიარონ ამ პერიოდში. დიდი მარხვის პერიოდში. აი, როგორც ახსენეთ, მამა ივანე წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი იკითხება დიდ მარხვის პირველ 4 დღეს. ახსენეთ კიდევაც სინანულთან დაკავშირებით, კონკრეტულად მინდა გკითხოთ, რამდენად აქვს ცოტა უხეშად ვთქვათ აზრი მარხვის დაცვას თუ არ გაგვაჩნია სინანულის შეგრძნება. რამდენად მნიშვნელოვანია სინანულის გრძნობა გააჩნდეს ადამიანს სწორად იმისათვის, რომ მარხვა ჩათვლილი იყოს, ასე ვთქვათ, სწორად დაცულად. შეიძლება ბევრი ცოდნების სინანული არ გაგვაჩნდეს, მაგრამ მცდელობა იმისა, რომ მარხვა დავიცვა, ესეც ერთ-ერთი წინაპირობა არის, იქნებ შემდგომში მომივიდეს სინანული. ასე პირდაპირ ყველა ცოდვაზე სინანული მაქვს, მაგის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ მინდა რომ მქონდეს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინდა რომ მქონდეს სინანული და თუ კი ადამიანს ეს გააჩნია, რა თქმა უნდა, მისთვის მარხვა აუცილებელიც არის და ძალიან დაეხმარება, რომ ის სინანულიც მიუვიდეს, რაც არ აქვს ადამიანს. დიახ. მამა ივანე, საკვების მიღების თვალსაზრისითაც გამორჩეულად მკაცრი მარხვა არის, ხომ? აი ამაზეც რომ გვითხრათ, თქვათ, აი
უზეთო იყო. ადრე ესე უზეთოდ ინახავდნენ, ხო? თელს მარხვას. როგორც კი კაცს ერის ადამიანებს როგორ მოგვეთხოვება ამ მარხვის დაცვა? რა თქმა უნდა, ჩვენი ძალების მიხედვით, მაგრამ აი მაინც როგორ არის ეკლესიის მიერ დადგენილი წესი? ისე სიტყვა მკაცრი ძალიან აშინებს ხოლმე ხალხს. უბრალოდ თევზი არ იჭმება ამ პერიოდში და უთხრებოდ პარასკევს თუ ზეთიანს მოერიდებიან, ესეც ინდივიდუალურად მოძღვართან უნდა გაარკვიოს ადამიანმა რა შეუძლია და რა არ შეუძლია. ესე ერთი თქმით რომ ესე იმარხულა ან ესე არ იმარხულო, არასწორია, იმიტომ რომ 12-13 წლიდან ბავშვებიც მარხულობენ, იწყებენ და ეხლა მათ რო უთხრა შენ უზეთოზე უნდა იყო მთელი ეს მარხვა, ან ეს არ შეჭამა, ძალიან გაუჭირა. ამიტომ ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს მოძღვარი, ახალგაზრდა სხვანაირად, ცოტა ასაკში სხვანაირად, მოხუც სხვანაირად და ხდება რომ მოხუცებს ახლა შეიძლება რძის პროდუქტიც მიიღოს, იმიტომ რომ უკვე მისი მარხვა არის სხეულის მოუძლურება და არა დაავადება და დაავადყოფება, ხო? ამიტომ ეს მოუძლურებაც თავისას ემსახურება, რომ ადამიანმა უფრო მეტად სულიერზე იფიქროს და იზრუნოს, მაგრამ ეს უნდა დავანახოთ ჯერ პირველ რიგში ადამიანებს, რისთვის სჭირდება ასეთი მარხვა, თუნდაც მკაცრი. თუ არ შეუძლია მკაცრი, ჩვეულებრივ მარხვაზე შეუძლია რომ იყოს. რა თქმა უნდა, დიახ და აი თქვენ სულიერი მხარე ახსენეთ, რა თქმა უნდა, უპირატესია ვიცით სულიერი მარხვა და კვირა დღეს წირვისას ვისმენდით პავლე მოციქულის ეპისტოლეს, ხო? მჭამელი ნუგანი კითხავს არამჭამელს და არამჭამელი ნუგანი კითხავს მჭამელს. ანუ ეს განკითხვის სული რომ მოვიშოროთ და ვთქვათ რაღაც გარკვეულ ნებებზე უარი ვთქვათ, ეს არის ალბათ სულიერი მარხვა. თუ აი რაში მდგომარეობს აი ამაზე რომ გვესაუბროთ. რა თქმა უნდა, აი რაც ეფრემასურის ლოცვაშია, რომ არა განკითხვა. ყველაფერი წერია ძალიან მოკლე ლოცვაში, რაც არ უნდა გააკეთო ადამიანმა და რა უნდა გააკეთო ადამიანმა. რა თქმა უნდა, განკითხვა ძიმე სენია. იმიტომ რომ როდესაც სხვა ადამიანს განიკითხავ, შენი თავი მასზე უკეთესი გგონია და გინდა თუ არ გინდა ამპარტავანი გამოდიხარ, ხო? მეზვერე და ფარისევლის იგავიც რომ გავიხსენით, ხო? თითქოს ეს ფარისეველი მარხულობდა, ლოცულობდა, სიკეთეს აკეთებდა, ყველაფერს სწორად აკეთებდა თითქოს, მაგრამ ერთ დეტალში გამოჩნდა, რომ ამისთანა მაინც არ ვარ, როგორც ეს მეზვერი არისო და თავისთავი ვიღაცაზე უკეთესი წარმოედგინა და სწორედ ეს არის ამპარტავნება. დიახ და ალბათ იმით თავმომწონეობა და აფიშირება რომ აი მე მარხულობდა ვთქვათ აი რაღაც აი ამას არ შევჭამდა თუ შეიძლება ის მომართვით ასე შემდეგ ესეც არასწორი არის ანუ ჩვენი ღვაწლი ვთქვათ უნდა იყოს ღვთის წინაშე და არა ადამიანთა დასანახად რა თქმა უნდა დაფარულში მარხვა მნიშვნელოვანია მაგრამ აქ არის ორი მომენტი რომ შეიძლება ადამიანმა თქვა რომ მარხულობდა ამით შენ ქადაგება გამოგივიდეს რომ შენ რადგან მარხულობ სხვებისთვისაც მაგრამ შეიძლება თავმომწონებით თქვა რა თქმა უნდა არასწორი ის რომ არასდროს არ უნდა თქვა რომ მარხვაზე ხარ ესეც არასწორია თუ იტყვი იმ მოტივით უნდა თქვა რომ თუ კი ხედავ რომ იქ შეიძლება ამას შემდეგ მიბაძოს ადამიანმა ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცას წარმოადგენდე და რომ გაიგებს რომ მარხვაზე ხარ დაფიქრდეს ისიც მომავალში რა თქმა უნდა ესე დროს რატომაც არა უნდა თქვას რომ აი მარხულობს და ცდილობს რომ იმარხულოს მაგრამ ის მეორე მხრივ რომ აი მე მარხვაზე ვარ და ამით თავმომწონეობა ან პირიქით აი სახარებაში როდესაც მარხულობოზე თიცხე თავი არ პირი არ ჩამოხტიროდეს და რაღაც მოღუშულმა არია რომ ესეც მნიშვნელოვანია რომ არ უნდა აგრძნობინო ადამიანებს რაღაცა წუხილით და დარდით და ბრისხანებითაც შეიძლება აი ადამიანი მარხვაზე კი არ იყოს შიმშილში გადაუვიდეს ეს მარხვა და ბრისხანებაში კი ჩავარდეს. დიახ. აი წყალზე და პურზე ზოგი რო თვითნებურად არის, ესეც და რაღაც განსაკუთრებულად მკაცრი მარხვაზე, ესეც არის ალბათ არასწორი, ხო? თვითნებობა, რა თქმა უნდა, თუ კი ადამიანს მარხვა უნდა, მოძღვარი წყალი უნდა ყავდეს და მოძღვართან უნდა გაარკვიოს, წყალზე და პურზე იქნება თუ მარტო წყალს. დიახ. აი ვსაუბრობთ და ვამბობთ მამა იოანე ყოველთვის რომ მნიშვნელოვანი და აღმატებულია ხორციელთან შედარებით მეტად სულიერი მარხვა. ასე ვცდილობთ რომ ვიცხოვროთ, თუმცა ყოველთვის ასე არ გამოგვდის. როდიდან არის შესაძლებელი, ასე კონკრეტულად თუ შეგვიძლია რომ განვიხილოთ და ვისაუბროთ, როდიდან შეუძლია ადამიანის გონებას რომ აღიქვას სწორად, სულიერი მარხვა მეტად მნიშვნელოვანი და აღმატებულია ვიდრე ხორციელი. და ასე ვცხოვროთ თუ არა კიდეც მარხვის პერიოდში ადამიანი თუ მხოლოდ აღქმას დაელოდება, შეიძლება არასდროს არ მოვიდეს ეს აღქმა, თუ კი არ წაიკითხავს წმინდა წერილს, არ წაიკითხავს წმინდა მამებს. გონიათ ხო, როდესაც ეუბნები რომ სახარებაო წაიკითხე, წმინდა მამები წაიკითხე, იმიტომ ეუბნები რომ მაინც მღვდელი ხარ და მღვდელმა ეგ უნდა გირჩიოს. არა, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენ სულიერად სუსტები ვართ და აქედან ვიღებთ იმ ძალებს სულიერს და აქედან ვიღებთ იმ დარიგებებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რომელიც პასუხს გვაძლევს ამ ყველაფერზე, რა და რატომ უნდა გავაკეთოთ.
დიახ. და თქვათ, აი აღსარებაზე და ზიარებაზე თქვენ ბრძანეთ, რომ პატრიარქი გვაკურთხებს, რომ ხშირად ვეზიაროთ მარხვის პერიოდში. აი ამაზეც რომ გითხრათ, გამომახვილოთ ყურადღება, თქვათ, არის არაერთი მსახურება დიდი მარხვის პერიოდში, აი ამ დღეებშიც თქვათ, პირველ კვირაში, ვიცით რომ ფაქტობრივად დილიდან საღამომდე მსახურებებია, მაგრამ სად არის აი ერის ადამიანის დასწრება სავალდებულო და აუცილებელი, რომელ მსახურებაზე? ვერავის ვერ დავავალდებულებთ ესე, მაგრამ წესით ახლა ეს ანდრია კრიტელის კანონზე დასწრება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი, ეს 4 დღე, პირველი 4 დღის განმავლობაშია. შემდეგ სახში ეფრემასურის ლოცვის წაკითხვები თავის დღეები აქვს ამას. ასევე ვიცით, რომ წირვები არ ტარდება დიდ მარხვაში და ტარდება პირველ შეწირული ლიტურგია ოთხშაბათს და პარასკევს. თუ მათი მოძღვარი ამ დღეს წირავს, შეუძლიათ მივიდნენ და ამ დღეს ეზიარონ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ქრისტიანი მარხვა თუ არ არის მარხვა, კვირა დღეს არ უნდა აცდენდეს, საუფლო და საღვთო დღეა და წირვა იმისთვის ტარდება, რომ ადამიანი მოემზადოს და ეზიაროს. დიახ, პირველ შეწირულის წირვა, რომელიც ძირითადად ოთხშაბათს და პარასკევს ტარდება, ხო? აი რითი არის თქვათ ეს წირვა გამორჩეული, განსაკუთრებული და რატომ აღევლინება დიდ მარხვაში? პირველ შეწირული ქვია იმისთვის, რომ უკვე შეწირულია ეს ძღვენი, კვირას იკურთხება და ინახება ეს წმინდა ტარიგი. ის 2 დღისგან მსახურების ბოლოს უკვე ხდება გამოსვლა და ზიარება ამდეთ რა თქმა უნდა ყველა დღე და წირვების არ ჩატარებაც უფრო მეტ სიღრმისკენ მიანიშნებს ადამიანს თუ რამხელა დანიშნულება აქვს ამ მარხვას როგორი განსაკუთრებულია ეს პერიოდი და ყველა ეს სწავლება, ყველა ეს დარიგება, ყველა ეს წესი ადამიანს ამზადებს თუ კი ადამიანი ჩაერთვება ამ ყველაფერში თავად მიხვდება ამ ყველაფერს სამხელო დანიშნულება და მიზანი აქვს. დიახ, ძალიან ბევრი ადამიანი დიდი მარხვის პერიოდს ელოდება რომ დაიწყოს თავისი ქრისტიანული ცხოვრება. პირველ ნაბიჯებს ბევრი ადამიანი სწორედ დიდი მარხვის დასაწყისში დგამს თავისი ეკლესიური ცხოვრებაში და აი ესეთ ადამიანს რას ურჩევთ ხოლმე, რას ეუბნებით, თქვა შეიძლება ესეთი ადამიანები გვიყურებენ კიდეც და რაღაც გარკვეულ რჩევებს თქვენგან ელიან. ერთმა დაალოცოს და ყველა გააძლიეროს, ვისაც ეს სურვილი აქვს. ძალიან კარგია ეს სურვილი, მაგრამ ერთ-ერთი მამა ბრძანებს, რომ ქება ეკუთვნის არა იმას, ვინც მარხვას იწყებს, არამედ ვინც მარხვას დაასრულებს, სწორად კარგად შეძლებს და გვარად აი იმას ეკუთვნის ქება. ასე რომ ერთმა ინებოს, რომ ეს ჯვარი, რომელიც ტკბილია და სუბუქი, როგორც მაცხოვარი გვეუბნება, ბოლომდე მიატანიოს და აი სიხარულს იგრძნობენ ნამდვილად. ანუ არ დანებდნენ ასე ვთქვათ. ისე მართლაც აი რაღაც ხა ყველას გამოგვიცდი ალბათ ჩვენ თავზე რომ რაღაც დიდი შემართებით მოშურნეობით იწყება ეს პირველი კვირა, მეორე კვირა და სადღაც შუაში ცოტა რაღაცა მინალდება ხოლმე ეს ჩვენი ენერგია და მოშურნეობა. მერე რაღაცნაირად ისევ თავიდან იწყება. არა მარტო ეს, არამედ აი ჩემი გამოცდილებითაც რაღაცა წლების წინ შეიძლება რომ ეს მარხვები შობის მარხვა, მალევე აღდგომის მარხვა რო იწევდა აი როდის დამთავრდებას, აი რომ იმიტომ რომ დიდხანს გრძელდება, ეხლა პირიქით უფრო დიდი სიხარული აქვს, როდის დაიწყება. ანუ ესე ხდება მერე მომავალში, რომ გიხარია მარხვის დაწყება და სწორედ ულოცავთ კიდეც ამ ანუ ეს არ არის რაღაც ფარისეულური მილოცვა, მარხვას გილოცავ. არა, პირიქით ძალიან სასიხარულო პერიოდია და გიხარია. მამა ივანე, აღსარების სინანულის საიდუმლოზე მინდა გკითხოთ, რა არის მისი ხილული მხარე, რომ განუმარტოთ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, რამდენად მნიშვნელოვანია და ხშირად ჩდება კითხვა, რომ რამდენად ხშირად არის საჭირო, რომ ადამიანმა აღსარება ჩააბაროს. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია სინანულის გამოხატვა და აღსარების თქმა. უფალმა ისედაც იცის და ხედავს ყველა ჩვენს ცოდვას. უბრალოდ ელოდება ჩვენსგან აღიარებას ამ ცოდვებისა, ერთგვარი ვაჟკაცობას ელოდება ჩვენგან, რომ ეს თქვა, განა არის ის უფალ, მაგრამ უნდა აღიარო და არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც ღმერთი ადამიანს არ მიუტევს. არ არსებობს არც ერთი ცოდვა, რომელსაც ადამიანი მოინანიებს. და არ ეპატება. ეპატება ადამიანს არ ეპატება მხოლოდ მოუნანიებელი ცოდვები. ვიცით რომ პირველი ავაზაკი შევიდა 60-ში ასევე დიდ მარხვაში ერთ-ერთ კვირა დღეს წმინდა მარიამ ეგვიპტელის დღე ქვია კვირას და მართლა ძალიან დიდი სიმბოლოა მარიამ ეგვიპტელი ძიმე ცოდვებიდან როგორ შეიძლება დიდი წმინდანი გახდეს ადამიანი და შემწე სხვა ადამიანებისა რომლებიც უნდათ სიძვის ან რუშობის ცოდვის უნებით იტანჯებიან.
დიახ, მამა ივანე, ჩვენ ვიცით, რომ ყოველი კვირა, აი დიდ მარხვის გარკვეულ მოვლენას უკავშირდება. აი მაგალითად ახლა კვირას ჩვენ აღნიშნავთ მართლმადიდებლობის ზეიმს. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში და ალბათ უფრო პარასკევს ვისაუბრებთ ამ დღესასწაულის შესახებ, მაგრამ ახლაც მინდა გკითხოთ რამდენიმე სიტყვით რომ შევეხოთ. მართლმადიდებლობის ზეიმი ხათთაყვანისცემის დაკანონებას, აი მეშვიდე მსოფლიო კრების შემდეგ პერიოდს ეხება. და ანუ რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში ხატები გამოქონდათ, ტაძრებიდან წავდნენ, კერპებად მიაჩნდათ და უკვე მერე მსოფლიო კრებამ მიიღო დადგენილება, რომ ხატი არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომელიც ჭირდება ადამიანს ღმერთთან ურთიერთობისთვის და დაკანონდა და აი ამან გამოიწვია შემდეგ ამ დღის დაწესებაც, როდესაც უკვე საზეიმოდ მოხდა ხათთაყვანისცემის აღიარება. დიახ, ასევე ვიცით, რომ მიცვალებულთა მოხსენება ეს ჩვეულებრივი წესი არის ეკლესიაში მსახურების დროს, თუმცა დიდ მარხვის პერიოდში განსაკუთრებული დღეები არის დაწესებული ამისთვის. ყოველდღიურად ხდება პანაშვიდები, 40-დღიანი მოსახსენებლები და ასევე მესამე და მეოთხე კვირას დიდი პანაშვიდის შაბათს ტარდება მიცვალებულთა განსაკუთრებული დღეებია ეს და ამ პერიოდში ტარდება და ვიხსენებთ მიცვალებულებს. დიახ, მამა ივანე, აი ვინც დავესწარით თქვათ კვირას შენდობის წესს, ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე სასულიერო პირთა შესამოსელიც შეიცვალა. ანუ ბევრი ცვლილება უკავშირდება დიდი მარხვის დაწყებას, ღვთისმსახურების წესში, პირად ლოცვებში. აი, კი თქვენ ისაუბრეთ პრინციპში, თქვათ ანდრია კიტელის კანონი ახსენეთ, წმინდა ეფრემ ასურის ლოცვა, მაგრამ აი კიდევ ერთხელ რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი აღნიშნოთ ჩვენთვის, ჩვენი მაყურებლისთვის. ნუ ძირითადად შაბათ კვირას, ანუ კვირას დიდ მარხვაში ბასილი დიდის წირვა ტარდება, უფრო შედარებით ხანგრძლივი ლოცვებია შეგნით. ამითაც ეკლესია უფრო ხანგრძლივი ლოცვით, უფრო ხანგრძლივ ურთიერთობას გვასწავლის ღმერთთან, რომ ეს პერიოდი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ცოტათი უფრო მეტად ახლოს მივიდეთ უფალთან. დანარჩენ დღეებშიც მსახურებები, რა თქმა უნდა, მონასტრებშიც მსახურებები იცვლება, უფრო ხანგრძლივი ხდება. ალბათ ორჯერ მეტიც კი ხდება და ეს ყველაფერი თავისთავად უკვე მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, წესია, რომელიც უკვე ისეთი გამოცდილია და ძალიან ეხმარება ადამიანებს. ამიტომ ურჩევ ყველა ადამიანს, რომ მაქსიმალურად შეეცადონ, რომ ჩაერთონ აი ამ მსახურებებში. წაიკითხონ ყოველდღურად ფსალმუნის სახარება, თუ განმარტებასაც წაიკითხონ სახარები, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მამა ივანე, აი უფალთან მისვლა ეკლესიაში ტაძარში სიარული ეს ყველაფერი ახსენეთ და იგივე აღსარების ჩაბარება ყოველთვის ატომღაც ამის დაწყება უჭირს ადამიანს. რაღაც კომპლექსიდან გამომდინარე, შიშიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება რომ შეუდგეს უფლის გზას ადამიანს საწყის ეტაპზე, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამს როგორც მრევლი. რა თქმა უნდა, თუ კი ადამიანი ერთ ნაბიჯს გადადგავს, ღმერთი 100 ნაბიჯს გადადგავს მისგან. თავარია მონდომება და სურვილი, გამბედაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვერავის ვერ გააკვირვებს ადამიანი ცოდვით, მით უმეტეს მოძღვარს, რომელსაც ასობით მსგავსიდან უარესი აღსარებაც ესმის და ჩვენ არ ვართ მათი განკითხველები და განსჯელები, რომ ეს რატომ ჩაიდინე პირიქით. მოძღვარს ადამიანი რაც უფრო მძიმე აღსარებას ეუბნება ხოლმე, უფრო უხარია მოძღვარს, რომ ამხელა სიკეთე გამოდის ბოლოს, რომ ამ ადამიანმა ამხელა ცოდვა აღიარა. ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ შევახსენოთ, რომ არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც ღმერთი არ გვაპატიებს, მაგრამ აღსარების თქმა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი. ხო, თქვი გეგი. ბოდიში აი ეს მონდომება და სურვილი რამდენად მოდის ბუნებრივად ადამიანის ბუნებაში, ხომ? თავად აი ხშირად ვამბობთ და გვსმენია, ხომ? თითქოს არ სჭირდება მოძღვარი და უფალთან ურთიერთობისთვის ეკლესიაში სიარული ადამიანს. ну, რა თქმა უნდა, ეს რელიგიური უმეცრების ბრალი ადამიანს სახარებაც არ წაუკითხავს და ამის გამო ხდება ესეთი რამ, როდესაც თulis რომ სამღვდელოება თითქოს მას არ ჭირდება. ამ დროს იგავი 10 კეთროვნის შესახებ ხო, როდესაც განკურნოს, რაც ეუბნება მაცხოვრე, წადით და ეჩვენეთ მღვდლებს. ეს მნიშვნელოვანი ის არის და უამრავ პირიქით ყველა მოციქული და მათ მიერ ხელდასმული სასულიერო პირები იყვნენ და წირვის მსახურებებს აღასრულებდნენ და ასეთ ადამიანებს პირველ რიგში ვკითხავდი ხო, მონათლულები ხო არიან და ვინ მონათლა, რა თქმა უნდა, მოძღვარმა. ასევე თუ კი აი ივანეს სახარებაში მეექვსე თავი ძალიან ბევრი განან ზიარებასთან დაკავშირებით და ვინც არ ეზიარება ჩემს ის და ხორცს ის ჩემთან ვერ მოვა დაახლოებით ასეთ სიტყვებს ზანებს უფალი და თუ კი ზიარებისგან შორს ხარ და უფალი გეუბნება რომ ჩემთან ვერ მოხვალ თუ არ ეზიარებ.
რა უფლება გაქვს ადამიანმა თქვა ის რომ მე მუდრის ან რაღაცა ტაძარში მისვლის გარეშე მაინც ღმერთთან ჩემი კარგი ურთიერთობა მექნება. ანუ ჩვენ ხო არ თქო ის ღმერთი რომელიც მას უყვარს ისე უბნება ამას და უბრალოდ უნდა გადაშალოს წმინდა წერილი და წაიკითხოს ეს ყველაფერი. დიახ, მამა ივანე, აი თქვენ ბრძანეთ რომ არ არსებობს ცოდვა, რომელსაც არ შეგვინდობს ღმერთი, თუ კი ჩვენი წინანული იქნება გულწრფელი და ვიცით რომ ესე არის, რომ არ არსებობს ცოდვა, რომელსაც არ გარდაემეტოს მადლი ღვთისა, მაგრამ აი თუ კი ჩვენ არ მიუტევებთ ჩვენს მოყვას და აი შენდობის დღე იყო, ხო? მარხვის წინა დღეს და პატრიარქმა მოგუმართა ასევე მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით და მის მიმართვაში არის ეს აღნიშნული ხაზგასმული, რომ აი ჩვენ გვიჭირს ადამიანებს ერთმანეთისთვის პატიების თხოვნა, შენდობის თხოვნა. აი, მაშინ რა ხდება? თუ კი ჩვენ ბოლომდე რაღაცნაირად ვერ შევუნდეთ ჩვენს მოყვას და გაგიზიანებული რაღაც ბოღმა გვაწუხებს და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? შეიძლება კვირავს ვერ ვთხოვეთ შენდობის დღეს, მაგრამ აი ხლა ეს დღეებიც ხომ არის და თქვათ მომავალი მთელი მარხვა, რომ რაღაცნაირად განვიწყოთ. დღე არ გავა, რომ მართლმადიდებელმა ადამიანმა რამოდენიმეჯერ მაინც არ თქვას მამაო ჩვენ. დიახ. და მამაო ჩვენოს თქმის დროს ჩვენ რას პირდებით ღმერთს რომ მაპატიე ისევე როგორც მე ვაპატიებ. ესე იგი მე თუ არ ვაპატიებ ადამიანს ჩადენილ ცოდვებს, შენც არ მაპატიო ღმერთო. როგორ თუ დაფიქრდება ადამიანი, როგორ უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს, რომ ყოველ დღამლოცვას ამბობს, ღმერთს პირდება რომ მეც უნდა ვაპატიო და შენც მაპატიო და თუ არ ვაპატიებ, შენც არ მაპატიო, ხო? და ფაქტიურად ადამიანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იგდებს თავს, თუ კი არ აპატიებს, რადგან ლოცვის დროს შეპირდა, ასევე ასეთი ერთგვარი გარიგება შესთავაზა ღმერთს, რომ მეც ვაპატიებ და შენც მაპატიე, ხო? შენ თუ არ მაპატიებ, მე მას არ ვაპატიებ, ამ პირიქით, ხო? როგორც არის. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი ყურადღებით ვთქვათ ხოლმე მამაო ჩვენო და როდესაც პირდებით რომ მომიტევეთ ჩვენ თანამდებობთ ჩემითაც ჩვენ მიუტევთ ჩვენც მიუტევთ თანამდებობთ მაგრამ ჩვენთან ანუ ჩვენ თუ არ მიუტევთ ჩვენც არ გვაპატიო ამ სიტყვას თუ დაუკვირდებით ძალიან ისეთ მდგომარეობაში აღმოვიჩენთ თავს რომ ცუდად არის ჩვენი საქმე თუ არ პატიობთ. დიახ, მამა ივანე, ასევე ბავშვების მარხვასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ბუნებრივია ეს ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და შეიძლება თქვენ ესე კონკრეტული რჩევებით თქვათ ვერ მოგცეთ, მაგრამ აი მაინც ზოგადი მიდგომა როგორი არის ეკლესიის ბავშვებთან დაკავშირებით. რა საკიდან შესაძლებელია რომ მათ რაღაცა გარკვეულ საკვებზე უარი თქვან, არასრული მარხვის დაცვა, არამედ რაღაცნაირად რომ მივაჩვიოთ. ეს უკვე 12 წლიდან ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, ხო? შეიძლება ბავშვი თავისი ნებით მოვიდეს ან ტაძართან ახლოს ცხოვრობდეს და მოინდომოს მარხვა. და სახში არ იყოს ამის შესაძლებლობა მარხულობდეს. ასევე შეიძლება პირიქით, ანუ ტრადიციული მორწმუნე ოჯახის შვილი იყოს და იქ თავისთავად გარემო სხვანაირია მარხვისთვის, ხო? ამ ძალიან დიდი სხვაობა ამ ყველაფერში, ხო? ეს ბავშვი ხო მოთხოვო რომ წადი შენახე იმარხულე და არავინ ხელი არ შეუწყოს, ამასაც ისევე მოთხოვო, როგორც იმ ბავშვს, რომელსაც ოჯახში ყველა მარხულობს და ამიტომ მაინც ინდივიდუალურად, მაგრამ რა თქმა უნდა, მარხვა არის თავშეკავება და ძალიან როგორც სულს ასევე ხორცსაც ჭირდება თავშეკავება და ძალიან ბევრ ამეს სარგებელს იღებს ადამიანი ამ თავშეკავებას რო სწავლობს და როდესაც რაღაცა გინდა და იმაზე უარს ამბობს. დიახ, და თუ მშობელი არ მარხულობს და ხა ბავშვს დააძალოს რომ იმარხულეო, რა თქმა უნდა არასწორია. ან მოთხოვოს რაღაც, თუნდაც თვითონ მკაცრად მარხულობდეს და იგივენაირად. არა, სიმკაცრე არც ეს, ანუ უნდა უყვარდეს ადამიანს უფლის სახურებაც და მარხვაც. ხა ბავშვი აძულოდა 12-13 წლიდან ძალით ამარხულოდა მერე როგორც კი თავისუფლად იგრძნობს თავს, ის თავის აღარ იმარხულებს. იმიტომ რომ მისთვის ეს ასოცირებული იქნება, რომ ვიღაცა ძალით ამარხულებს. დიახ, წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით არის ხომ ესეთი გადმოცემა, რომ ოთხშაბათს და პარასკევს რძეს არ იღებ და ორ შემთხვევაში ხა თუ თქვათ ბავშვს თვითონ სურვილი აქვს? ხო, რა თქმა უნდა. მადლიერებაზე, რაც შეეხება მადლიერებას, მის მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ, მამა იოანე, როდესაც მოვიტევებს უფალი ჩვენს ცოდვებს, გვაპატიებს მეგობარი, რატომღაც შემდეგ გვავიწყდება, რომ მადლობა რა დავუხადოთ უფალს იმ მოცემული სიკეთისთვის. და მადლობის გადახდა ზოგჯერ გონია ხოლმე ადამიანს, რომ ერთი სანთელი უნდა ანთოს ტაძარში ხატთან და მადლობა თქვას. ეს არ არის კომუნებრივი, ხო? ქვია ევქარისტია, ევქარისტო არის მადლობა. ანუ ეს ღვთისმსახურება, წირვის შესრულება არის სამადლობელი მსახურება და სწორედ აი აქ ხდება სწორად მადლობის შეწირვა ღმერთთან თუ კი ადამიანი ამ წირვის მსახურებაშია ჩართული თავიდან ბოლომდე და წირვასაც და ესწრება იმსახურებს და ეზიარება. ეს იქნება ერთიანად, ეს არის სწორი მადლობის გადახდა უფლისთვის. და ჩვენი საუბარი უკვე დასასრულისკენ მიდის. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ,
მარხვის მნიშვნელობა, რატომ მარხულობთ, რა არის მარხვის დანიშნულება, რა არის რატომ არის სულიერი მარხვა უპირატესი და ასევე რა დანიშნულება აქვს იმას, რომ გარკვეულ საკვებზე ჩვენ უარს ვამბობთ მარხვის პერიოდში. მარხვის პერიოდში ადამიანი ცდილობს, რომ სხეული მოუძლუროს და სული გააძლიეროს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სული უფრო მოძლიერდეს, უფრო მაღალ მატერიებზე ფიქრობდეს, უფალთან ახლოს ყოფნა, უფრო მეტად ეწადოს და ეს ყველაფერი ემსახურება სწორედ ამას, რომ აღდგომის დღესასწაულს ადამიანი ძალიან დიდი შეგნები და ძალიან დიდი სიხარულით შეხვდეს. და ზოგი ვთქვათ მონასტერშიც მიდის გარკვეული პერიოდით, ვისაც აქვს ამის საშუალება, ხო? აი ეს როგორ ხდება? შეიძლება ვინმე საინტერესებდეს ჩვენს მაყურებელს, ვთქვათ, გარკვეული დღეების განმავლობაში არის ხო მონასტრებში ამის ტრადიცია, როდესაც საერო პირები სტუმრად რჩებიან. რამოდენიმე დღით, ერთი კვირით, ორი კვირით შეიძლება ვიღაც სრულადაც და მარხვის პერიოდში მონასტერში იყოს, მაგრამ აქ რა თქმა უნდა მოძღვრის ლოცვა კურთხევა და მოძღვართან შეთანხმება ჭირდება ამ ყველაფერზე, ის მოძღვარი გადაწყობს რამდენად შეუძლია, ან რამდენად შეძლებს და როგორ იქნება იმ მარხვის პერიოდში მონასტერში, იმიტომ რომ ეს არც ისე იოლი იქნება შეიძლება დამწყები ადამიანისთვის, რომ მონასტერში ამ ყველა მარხვის პერიოდში იყოს. თუმცა ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ დიდ მარხვაში ალბათ რა თქმა უნდა არ არის ესე იგი მნიშვნელოვანი და ეს ყოველთვის ყოველი მარხვა გვასწავლის რომ მარხვა რომ დამთავრდება იმის მერეც ისეთივე ცხოვრებით გააგრძელა ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს გადაცემის სტუმარი იყო ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი იოვანე ჭედრიშვილი.